მოგიყვები ისტორიას ნიკოზე და მიშაზე. ისინი კარის მეზობლები არიან. ნიკოს დედა ყოველთვის ეუბნებოდა ნიკოს. შენ ყველაზე ჭკვიანი ბიჭი ხარ. ჩემი გენიოსი ხარ. შენ აუცილებლად იქნები ძალიან წარმატებული და ძალიან ცნობილი ადამიანი. და მიშას დედა სხვანაირად იქცეოდა. მიშას დედა ეუბნებოდა მიშას, მაგალითად, როდესაც მიშას ეშლებოდა სავარჯიშო დაწერის დროს. შენ არაფერი გაგმოგდის, არაფერი შეგიძლია, საერთოდ მასწავლებელი რას გეუბნება. ან როდესაც მიშას ავიწყდებოდა ნაგვის გატანა, ან ლოგინის გასწორება, დედა ეუბნებოდა მიშას, ძალიან უყურადღებო ხარ, დედა საერთოდ არ ეხმარები. და დედა არასოდეს ამჩნევდა მიშას ძლიერ მხარებს და არასოდეს აქებდა მიშას. როგორ ფიქრობთ, ვის შეიქმნა უფრო მეტი პრობლემა ცხოვრებაში? ნიკოს თუ მიშას? სწორი პასუხი არის ორივეს. ნიკო ჭადრაკეთ იყო გატაცებული, თუმცა ვერასოდეს გახდა კარგი მოჭადრაკე, რადგან არ აანალიზებდა თავის შეცდომებს. იმიტომ რომ გენიოსებს შეცდომები არ ეკადრებათ. გარდა იმისა, ნიკო არ უსმენდა თავის პედაგოგს, რადგან თვლიდა რომ ისიც ძალიან კარგად არეკოვდა ჭადრაკში. და მიშას კი ძალიან ეშინოდა შეცდომების დაშვების. ამიტომ მიშა არც იცდილობდა შეესწავლა რამე ახალი. თან მიშას ჰქონდა მუდმივი შიში და არ ჰქონდა არანაირი წინსვლის ხალისი, რომელიც საჭიროა ადამიანის განვითარებისთვის. ორივე ნიკო და მიშა წავიდნენ ფსიქოლოგთან და ფსიქოლოგმა ორივეს მისცა ერთი რჩევა. რჩევა არის ასეთი: ყოველთვის დააკვირდით ფაქტებს და არა თქვენ ვარაუდებს. ყოველთვის გაანალიზეთ თანაბრად კარგი და ცუდი მხარეები. მაგალითად, ნიკოს შემთხვევაში ჭადრაკის პარტიის შემდეგ ანალიზი უნდა იყოს ასეთი: რა იყო ჩემი ძლიერი მხარეები ამ პარტიის დროს, რა იყო სუსტი მხარეები და როგორ შემიძლია ამ სისუსტეების გამოსწორება. მიშას კი ფსიქოლოგმა უთხრა: შენ არ უნდა გეშინოდე შეცდომების. რა თქმა უნდა, თუ არ უშვებ ერთ და იგივე შეცდომას 100-ჯერ, შეცდომა ნიშნავს, რომ შენ სწავლობ რაღაც ახალს და ამ დროს შეცდომა აბსოლუტურად ნორმალურია. შეცდომა არის მხოლოდ და მხოლოდ ახლის შესწავლის შესაძლებლობა.